ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინა სასამართლოს სხდომაზე, სადაც ნიკა ნორმელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა ნორმელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლის მეორე ნაწილი წარადგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ცნობით პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სამართალდამცველებმა 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა პარტიაში კოალიცია ცვლილებებისთვის. რეპრესიების მსხვერპლია მორიგჯერზე პოლიტიკური რეპრესიის ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე რეპრესიებს აქვს აზრი, როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო. როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. პასეში ჩანიშნული არის დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას და ზურას საკითხი იქნება განხილული. ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს, ჩვენი დელეგაცია იქნება და მის საკითხს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ხმამაღლა ამაზე ვისაუბრებთ.